ესე იგი 4 ესენი მე ნიკა თავისთავად ეგებში ოპერატორები გასაგებია ხარო თამარა თეთრი ნუაქარი თავისთავად პრინციპში ყველანი ვართ კი ბატონო ვარ გადამრჩენილ ვართ მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს უკვე მეორედ და ერთი წელი ამ მოლოცვას ჩემგან ვეღარ გაიგონებთ მეკრე კალანდას გილოცავთ კალანდას დიახ ზვენით ახალი წელი შემობრძანდა საციუმა გაკაჩა ოლივიე ვერა სუფრების გადახალისდა და საღამოს კაი მაკარონის სუპი მელოდება სახში ნამდვილი გემრიელი არაჩვეულებრივი ტყუილი სუპი მე კატლეტი და პიურე მელოდება წამოიღე და ამოდი ჩემთან სუპი ჩემი კატლეტი და პიურე შენი და კაი რა გითხარი კაი ატმის კომპოტსაც გაგიხსნი რა ვქნა ანუ იმის თქვა კიდე რომ არ დავლიო გოჩერდი არ გაბაგონო სანამ ახალი ტყემალი არ შემოვა დალევა მორჩა მომკლა კაცო ყველაფრის ორჯერ აღნიშნა აღარა ვარ კაცი აღარ ვარ გივარ აბა ბიჭო დედა რა იყო ესა ისე ნეტა ხელფასი ზორორი რო იყოს ახალი ხელფასი და ძველით ახალი ხელფასი კალანდა ხელფასი კარგია თითქმის ყველაფერს ხალხო ყველაფერს ორჯერ ვზეიმობდა ამ ქვეყანაში ერთადერთი და განუმეორებელი რაცა ეს პატას და ნიკას შოუა რომელსაც მუსიკალურად აფორმებს და მიუხედავად ყველაფრისა მაინც კეიფისა და დროსტარების განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი ბრავო კიდე რო თქვენ ჩაბერის და გაწერის და დარტყმის თავი გარ მადლობა ამისთვის მოკლედ გადავდივართ ჩვეულ რეჟიმში ყველანაირი დღესასწაულების გარეშე რა სიტყვი ნიკოლოზ აღარა დრო კიდე კარგი მორჩა ეს ახალი წლები თორემ იმდენი ნიგზიანი ვჭამე მე შინია ყვავს კაკალი არ მეგონო და არ გამიტაცოს და მე ვინმე არ გააგდებინოს აი ისე რა გვაწუწუნებს რა ჩვენ არ ვიცით თვითონ ზომა თორე ორი ახალი წელი გვაქვს იქეთ შობასაც ვზეიმობთ ორჯერ რა კიდა აწყობილი გვაქვს საქმე გაკლია აი რა მე გაკლია კი მაკლია რა მეორე ღვიძლი დიახ არ შეიძლება მე რომ არ გავსკდეთ და ისე ვიზეიმოთ რა ვქნათ ჩემო ზამიკო რამეს რომ მილოცავენ ეგრევე დალევას ვიწყებ რეფლექსია სამწუხაროდ ეგრეა კი ვცადეთ არ დაგველია და ნაძისხის გარშემო გვერბინა და გვემღერა თოვლის პაპასთვის მაგრამ თავი დამეხვა და ისე ვღვინო მიშვა მოკლედ ისეთი დღესასწაული ეს ახალი წლები დამთავრებას უფრო დიდხანს ელოდები ვიდრე მოსვლას ხოდა გავიდა ბატონო გავიდა გადავიდეთ ამბების განხილვაზე თუმცა მანამდე იმას გეტყვით რომ თავარი ამ შაბათ-კვირიდან ანუ 17 და 18 იანვრიდან კომედი არხზე საღამოს 8 საათზე დაელოდეთ მიხოს და მაროს ახალ სეზონს ახალი სერიები ამ შაბათ-კვირიდან მომისვირება და ახალი წლები ანუ 17 და 18 ახლა რომ მოვა 17 და 18 ძალიან მაგარი სერიები გელოდება წინ და უნდა ჩაუჯდეთ აუცილებლად კომედი არხზე თქო ამ შაბათ-კვირიდან საღამოს 8 საათზე ასე დაჟინებულად იმიტომ რომ ესე იგი სოციალურ ქსელში წერებიან როდის იწყება როდისა ამ შაბათს 17 და 18 კომედი არხზე მიხო და მაროს ახალი სეზონი აი სერიები მოკლედ გადმორდეთ და აქვე პატა ვისარგებლებს შემთხვევით და ვეტყვი ჩვენს ძვირფას საზოგადოებას რომ პატა გულიაშვილის კომედიის
თეატრში, რომელიც მდებარეობს დიდ დიღომში 13 ასურელი მამის 95-ში 7 თებერვალს პრემიერა. იქაური აკაურები, ასე ქვია ახალ პიესას. ბილეთები მგონი 7 კი არა, 7 ნამდვილად არ არის და 8-შიც აღარ დარჩა, მაგრამ არ ინერვიულოთ, შემდეგ კვირაშიც დავამატებთ აუცილებლად. მობრძანდით და შეგვაფასოთ. შეგვაფასოთ ბატონო. ძალიან მაგარი სასაცილო კომედია, ესე იგი ხარხარიზაცია მთავარი რაც მთავარი. კი ბატონო. მოკლედ ასეთი დროსტარებების და ყველაფრის ორ-ორჯერ აღნიშვნის მერე მიწაზე დაშვება ცოტათი ჭირს, ამიტომ ამბებს პირდაპირ კოსმოსიდან მოგაწვით. ამერიკელი და გერმანელი მეცნიერების განცხადებით, კოსმოსში არსებობს რამდენიმე პლანეტა, სადაც საცხოვრებლად დედამიწაზე გაცილებით უკეთესი პირობები არსებობს. უკეთესი რითია ეს მაინტერესებს, ანუ იქაური კაცი რომ დაურეკავს ძმაკაცს, ფული მას ესხეო, ის ეთქვის, კარგ დროს დაბირეკე, თორემ 10 წუთში სხვისთვის უნდა მესესხებინაო და აძლევს ფულს. აი და კარგი პირობებია. ნუ დაახლოებით მასია, კი, მასი არის მე მგონია. არ ყოფილა ცუდი. აი კიდევ რა პირობებია ნიკოლოზ? ბანკში სესხი ყოფილა ეფექტური 2%-დან. რა კარგი. წყალია, სითბოა, ჟანგბადია და TikTok-ი არ არის. წყალიაო? გადაირევიან რუსთაველები, ეგენი გაცვლიდებიან მან პირველები, კი ბატონო. კი, მარტო რუსთაველები კი არა, ყველას უნდა უკვე იქ წასულა ჩემო კარგო. კი ბატონო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ იმ პლანეტაზე წასასვლელი ბილეთი შეიძინონ და ქართველები ჯერ ნაცნობებს ეძებენ. ვინც იქ მიწებზე და კომერციულ ფართებზე ჩალიჩობს. როგორ წდება? იზე რა მაგარია. იზე ნახე Google-ში ერთი რამდენს გიწერს იქამდე. აქამდე არ ნახავდი, ნახე წეღან. 20,000 სინათლის წელი დამიწევი. აქ ისა ხوار ვიყიდოთ პატარ-პატარა ნაკვეთები, პეტერ-პეტერ ნაკვეთი. კარგია, კარგი. უბრალოდ რა ივლის ახლა ყოველ დღე რუსთავი-ორში კოსმოსიდან. მომისვენე შენ დიდი დიღმიდან სიარულს არჯობია. არა და კოსმოსი და საქართველო ძალიან გავს ერთმანეთ საახალწლო დღეებში. ვიცი. რა ორივეგან გადამწვანებული ხალხი დადის. სვანეთერი რო და. ნელ-ნელა რომ შევეგუოთ კოსმოსში ცხოვრებას, ახლა მოგასმენინებთ პირველ აუდიო ჩანაწერს თუ როგორი ხმები ისმის მარსზე. გთხოვთ ჩართეთ ფონოგრაფა. შედავში როგორ გადაუკეთებიათ ჩაკრულო. აი რაღაცას მაგონებს ეს ხმები, აი რას მაგონებს იცი? რა? ჩემი მეზობელი აკეთებდა ციკლონკას. და იმის ხმარიას როცა იმას გავზარდა. ისე რამე სხვა ხმაზე რომ ეთქვათ მარსის ხმებიაო, ვინო ხერი გაიგებდა რომ ეგრე არ არის, აი ძარბაი. ხო, მართალი ხარ, შენ ალოცვილი შვილო. შენს გარდა მაინც არავინ იცის ეგ მარსის ხმები და რამე, კაი მოგვასმენია, მოგედავება ვინმე თუ რა. აბა, მილიარდები დახარჯეს, რომ მარსიდან ქარი შრიალი მოგვესმინა. ნაკის ნახევარი მომეცით და უფასო ჩაგირთავთ მტვერსასულს. უშმინეთ კაბინეტს, რა პრობლემა? აღარ ვინებე კოსმოსში და დავბრუნდეთ დედამიწაზე. დაბრუნდეთ. მაგარი ამბავი მაქვს. გისმენ. ტოკიოში ფაქტიურად იქვე ხარ. ჩვენთან აგერ ტოკიოში გაიხსნა მაღაზია, სადაც მსურველები ნივთების მოპარვას შეძლებენ. რას? ანუ ბევრი რომ გაქვს მოპარული კონსულტანტი კითხავს, პარკი გნება აქვს? დიახ, ეთქვი. მან დევს და ეგეც მოიპარე. არ კიდევ საინტერესოა მოპარული ნივთი რომ დაზიანებული იყოს, შესაძლებლად მიტანა და გამოცვლა შეიძლება ნეტა? არ ვიცი, მაგრამ ნეტა მოპარულების დაგროვების ბარათი თუ ექნება. დაგროვების ბარათი როგორ არ ექნება? რა. ბაცაცა კარგი. და გერიცხება ცოდვები. გაცმეთი ცოდვები, აბა ბაცაცა. ამ მაღაზიას დაცვას ყავს თურმე ჩემო ნიკოლოს, რომელიც მკაცრად, ძალიან მკაცრად აკონტროლებს რამეში ფული რო არ გადაიწყოს. ერთი ადამიანი შესულა თურმე ამ მაღაზიაში და ფული გადაუხდია. წარმოგიდგენია?
ხელი გადავხდია? მეგუნამუს. რა ოჯახში გაიზარდა? განახმელა ოჯახში იზრდება. ისე რა მაგარია სახლში მისულს პურის ყიდვა რომ დაგავიწყდა და შვილს რომ გააგზავნი. მამი, მიდი ერთი ლუდი და პური მოიბარე და ანუ მაგ მაღაზიაში მოპარვა შეიძლება, მაგრამ რიგი არ უნდა დაარღვიო. თორემ შეიძლება დანაშაულში ჩაგითვალონ და დაგაჯარიო. გადაბრევენ ეს იაპონელები რა. მაგ მაღაზიას დაანებე თავი და აგერ უკეთეს გეტყვი ტოკიოს თევზის ბაზარში. აუქციონზე 243 კილოგრამიანი თინუსი $3,200,000 გაიყიდა. ზვირია. მაგრამ დაახლოებით მაგ თანხებში მერყეობდა ხაშურის ცოცხალის ფასი საახალწლო. ისე რა აკტავნაირი თვალს ამდენი ფული რო გადაიხადა თემში. ზოგს რა ბედი აქვს შემობადა. 3 მილიონიან თინუს იჭერს და მე კიდე 2 სალი კარასის გულისთვის პალიასტრზე დავდივარ ეგ. რა მაინტერესებს თუ ის? აი, ყველაფრის მოპარვა რომ შეიძლება. ნეტავ იმ მაღაზიაში თუ აქვს თევზი. არა მაგრამ აი ამ თევზს რომ იყიდი მილიონებად და მე აქციაში ნახეთ 6 ლარიან ზეთში შეწვა ხო ხარ დასახრეთი ადგილზევე ტაფასთან კი ბატონო გადავიდეთ სხვა თემაზე იტალიელმა ბებოებმა შვილიშვილების სპიცერიიდან ინფლუენსერობა დაიწყეს და მთელი მსოფლიო მოიზიდეს რა მაგარია აუყვავეს ბავშვებს ბიზნესი ეს იტალიელი ბებოები თურმე ერთადერთი ინფლუენსერები არიან, რომლებიც ამბობენ ჯერ ჭამეთ პიცამებია და მერე დალაიქებას კი მოასწრებთ. და ეს ბებოები რომ ნახულობენ კომენტარის ავტორებს, ეგრევე უწევენ. უი, შენ მოგიკდეს ბებია, როგორი გამხდარი ხარ. მოდი, კარგი პიცა უნდა გაჭამო. მოგაფერიანოვო, ბებო გენაცვალოსო. ხედავთ რა განსხვავება იტალიელ და ქართველ ბებოებს შორის? იტალიელი ბებოები შვილიშვილების გამო ტელეფონებში არიან ჩაყუდებულები და ქართველი ბებოები თონეში. ესეც ბიზნესია. ო, რა ვიცი, ბებიაჩემა რომ ნახა ეს იტალიელი ბებოები, ასე თქვა, რაღა დროს ამათი ინფლუენსერობა იყო და ინსტაგრამზეც დაბლოკა, ფეისბუქზეც და ტიკტოკზეც. ეგრეა. კი, ქართველმა ბებოებმა გაზიარება მარტო სამსდიმარზე იციან. ბაბუები რომ გავხდებით ჩემო ნიკოლოს, მე და შენ და ჩვენი შვილიშვილები რომ ახსნიან სახინკლეს. ენაცალოთ პაპა. ხო გავხდებით ჩვენც ინფლუენსერები. გავენაღლება, გავხდებით. გამაჩნია საქმე. ჩვენ აქ ოჯახის გამრავლების გამო შვილიშვილებს ველოდებით და ესპანეთში შინაური ცხოველი უკვე ოჯახის ოფიციალურ წევრად ითვლება ახალი კანონით. ესე იგი, ესპანეთში საშობაო დღორს ვერ გაზრდი. აბა ოჯახის წევრს ხო არ დაკავდა. მაგარ შარში არიან ესპანელები. ეგ კანონი აქაც რომ შემოვიდეს დავიღუპეთ. კაცო. ეგ გამაკლია ჩემმა ძაღლმა სახლის წილი მომთხოვოს ახლა. ჩვენთანაც არ იქნება თორემ. არა, ეხლა სასიამოვნო კატის ყოლის გამო წყალზე სულადობრივი გადასახადის მომატება. რაც ქვია, თუ ოჯახის წევრი კატაც მარტო მე რო ვიხდი კომუნალურ გადასახადებს იმანაცხრებს რაღაცა. თავისი პედიგრის ფული მაინც ხო უნდა შემოიტანოს ოჯახში. მაინც არა აკაია ბავშვებო ნიკოლოს. ესე იგი, ძაღლს რომ ჭამა დაუგვიანო, შეიძლება სახალხო დამცველი დაგაყენოს თავზე. ბატონო, ეგრეა. და მეცაც გეტყვი, ამ კანონის შემოსვლიდან ძაღლი ესპანეთში კი არ ყებს. თავის აზრს აფიქსირებს. და აქამდე ძაღლს თუ გააბრაზებდი და გკპენდა, ახლა შენ შეგიძლია უჩივლო. რა პრობლემა? ანუ ოჯახში ვინმეს თუ ყავს სარდაფში თაგვები, მისი გარდაცვალების შემთხვევაში თაგვები ოჯახის წევრი კატის საკუთრებაში გადადის. ახლა იცი რა დავფიქრდი და მშვენიერი კანონია პრინციპში. ხო აი რას ვიყურე? აბა დაფიქრდი შენ. კარგად დაფიქრდი. აი, მე ვირიც ოჯახის წევრი გამო. ცუდია, გადასარევი ამბავი. გადასარევი ამბავია, ხო და? ო და გავშლი მთებს. არა ბიჭო,
კარგი, ვეცდები დავსვათ ეს საკითხი. რომ გავიტანოთ. კარგია, გადასარევი ამბავია ჩემო პატა, ხო და შუბა მაგას არ უნდა და დიდი მიუყარეთ თივა ზამთარში. საფურში? კაი, აღარ გვინდა თემის გარუცობა. ასქვი ახლა მე რომ მომინდა აღარ ვარწობ. კარგი კანონია, კარგი. ხო და თუ ჩემო კარგო დღესასწაულები გვაქვს 2-2 მაკანონის შემოსვლიდან შინაური ცხოველებიც 2-2 უნდა ვიყოლიოთ. რაღაც ეგარიც უნდა ვიბრალოთ და ვიხაროთ ტრიჟინაზე. და ახლა ამ თემაზე ერთი მაგარი სიმღერაც რომ დავწერეთ ბიჭებთან ერთად, ეგეც ვიმღეროთ, რა სიტყვა? მოგლეთ რა. ამ ახალ წლებზე რომ ვიღლები არ ვიცი რა. საჭმელ სუფრაზე რასაც ჭამ-ჭამდა, რასაც ვერე მე ეხოზე უყურებ. მოსვენება აღარ გვაქვს, მოსვენება აღარ გვაქვს ამ ახალი წლის მერე დიეტოლოგებს კაცებისგან და ზღვის სეზონის ციკალებისგან. შემჭამს აი თორდებს. მომზადდით რომელი ხარ ჩემთან? შეიძლება ექიმო? ხმაზე გიცანი, ისე ვერ გიცანი. რა იყო ბიჭო? რამ გატანგრია და გაგაცომა. რანაირად მოგიბატებია ახალ წლებზე, კაცო? დიეტა ხო დაგირიშნე მე შე? ექიმო, ეს დიეტა კი კარგია, წონაშიც ვიკლებდი, მაგრამ ხასიათი გამიხდა ცუდი. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ცუდი ხასიათი? უფრო რომ დავიკონკრეტო. დაგიკონკრეტოთ, ესე იგი. გაგიკონკრეტო არა ის თან გადაყვები, ეხლა მომინდო მაგ დაკონკრეტებ. ამას უყურე. აი ხო დავაკონკრეტე. კაი, დავანებოთ მაშინ მაგას თავი, სანამ გაგილახი ვარ და უკეთეს გეტყვი აგერ მე ჩემო. აი მაგალითად. დიახ. და სხვათა შორის რო იცოდეთ, სექსი ეხმარება დიეტას ძალიან. ერთი კაი კლასიკური სექსი უდრის 2 კილომეტრ სირბილს. მაგრამ ახლა ესე რომ მოვიმატე ქალებთან არშიყის კომპლექსი დამჩემდა, გესმის და მარტო ხო არ ვირბენ ეხლა ტყუილად. ან რა ვიცი ეხლა ვის გამოვეკიდო. აბა რა გიყო მე არ ვიცი ახლა მეტი სხვა. აუზე რო ვიარო. აი მაგალითად დღეში 2 საათი ვივლი აუზს. მომისმენე ჩემო კარგო ჭამას თუ არ მოუკელი. რა აზრია გვითხრა? როგორ კაცო ის 2 საათი ხო არ შემჭამ არაფერს და ეგეც საქმე. გამარჯობა, ექიმო. გამარჯობა. შემოდი, ბევრი ხარ დღეს და მოდი ერთად მიგარ გეწყინოთ. ახლა ასე ჯგუფ-ჯგუფა თუ არ გაგიშვით, მე ყველას ცალ-ცალკე ვერ გაგისურვებს. რა გჭირს აბა მითხარი უცებ შენს. ექიმო, ამ დღეებში ახლა იმდენი ხალადეცი რა, მალადეცი ხორე, აგე გეიბერე, ძალიან გავიბერე. არა და არ გეტყობ არაფერი, მე მომისმინე ერთი. მჟავეს ხო არ ჭამ? ვარეტანები ამ ბოლო. არა? აჰა, ესე იგი ორსულობა გამოვრიცხეთ. გაშენა ღმერთმა კიდე კაი თორა იეჭვიანებდა ჩემი ცოლი მოკლა. იპური ამოიღო რომ მითხარ ამოიღე საერთოდ თორ და გადავედი ბრინჯზე. ჭამ მარტო ბრინჯი, დილას ბრინჯი, საღამოს ბრინჯი, ღამე ბრინჯი, ჩაის დაყავას ნოსვამ, იმასაც ბრინჯს ვაყოლებ. ხო, გასაგებია ეგ მე გირჩიე, მაგრამ შედეგი რო არ გეტყობა. როგორ არ მეტყობა, ექიმო, დამაგვირდება შინჯონ ხანსენ ესე იგი კორეულად და ჩინურად ლაპარაკობს საუცხოოდ, მაგრამ რომელია ვერ ვარჩევ. მაგარი კაცი ყოფილა ექიმო. რა ქვია? ეს პიყვინია. ეს ჩემი ძველი კლიენტია. მომისმინე ახლა შენ ბატონო პიყო. ძალიან ახლა მაგ ბრინჯს შეეშვი საერთოდ. დაანებე ბრინჯს თავი და დიეტისთვის კარგია კომბოს თუ ასტაფილო. გიგდები. მაგრამ მოვხარშო თუ როგორ? კი არ უნდა მოხარშო, უნდა დათესო. მერე უნდა თოხრო
უფრო დღე გამოშვებით. შენ მასწავლი შეიძლება თუ არა შესვლა კიდე, გამარჯობა იგი. შენ ის არა ხალხასო ბარიოკი რო გამიგეთ. რა ვიცი, სავარაუდოდ. ალბათ, გააჩნია შენ რანაირი კმაყოფილი ხარ იმის მიხედვით. რანაირი კმაყოფილი ვიქნები, კაცო, კუჭის ოპერაცია უნდა გეკეთებინა და ნახველა მომაჭერე. კაი ახლა. გამომეგინე რასაც ატარა ელემენტარულ რაღაცას ახლა. მერე სამაგიეროდ ნახველი ხوار გაწუხებს. ო, ეგა მართალია, აღარ შეუწუხებია იმის მერე, ხო, რავი. გამარჯობა შენი, ძალიანაც კარგი. აი მე ბოდიში რა ვერ გავიგე ახლა მე ამათ ბლუყუნს უნდა უსმინო მოდი დავამთავროთ ჩემთან საუბარი და მე მიხედეთ ახლა ამ ორ რა ვიცი კარგი ხო ნუ ნერვიულობ გენაცვალე თო წონაში იმატე მითხარება რაშია საერთაშორის გეტყვით ახლა წონის დასაკლები წამლები რომ გამომიწერეთ კუჭი გამიღიზიანდა არა მახმარა მეცა მე ხო გითხარი კუჭის გაგიღიზიანებს ესო კუჭის წამალიც ხო გამოგიწერე კი მაგრამ იმა გულზე იმოქმედა ძალიან ცუდად ის გამაგიჟებს ბიჭო ეს შენ მე ხო გაგამთხილე შეიძლება გულზე იმოქმედოს ამან ცუდად თქო და აგერ გულის წამალი თქო კი ექიმო მაგრამ გულის წამალიც რომ დავლიე პოტენციაზე იმოქმედა ბოლო მაგია არაფერი გას დაიკიდე მაგ გიჟია ესა რაზე დავიკიდო პოტენციაზე იმოქმედა მეთქი და აღარ გამოდას დაკიდება კაი მაცალე ცოტა ხანია ხე მოვიფიქრებ რამეს და გეტყვი რა ისა ერთს ვიკითხავ რა ბატონო დანეთი აზრავს ბატონო ექიმო ისა რამდენი დღე შემიძლია რომ ვიშიმშილო ასე 40-42 და მე რა ხდება მერე შილა ლობიო გაშლავა რავი გაიცოცხალი და შენი საფეხბურთელები რამდენჯერმე ის გამოვშვებით კაცო მე დიდხანს უსმენი ახლა ამას მომისმინე ამა ხო შემჭა მაგაც შენ რა გინდა ბოლო მითხარი ბიჭო რა გამინდოდეს კაცო არ ჩვენის დიეტა ბო ვესესე ვარ შეგედი ახლა ამას შენ მომისე ცომეული ხო ამოიღე ბიჭო ტრასავაკოშორეს ფაქტობრივად და ნაზუქი ამოვიგე უკვე და ახლა ნამაკისაკმენად ხაშურში ხო არ ვიდი მაგით რა მე მაგალითად ხაშურის გოჭი ვიცი და იც რომ მიირთვათ კაი ხაშური გადავლები მაჩვენე ისინი რა მე სურათი მაჩვენე ციცარიელი ვერაფერი მანდ ვერ დავინახე მე და ამოცლილი მქონია ოჩინი შეგედი ახლა ბოლოზარი მომისმინე შენ ახლა ცხოველთა დაცვის სამინისტროში თუ ყავს ვინმე ნაცნობი დარეკე იქნება არ დაგიჭირე ხო და სისხლის ანალიზები რა არისო რაო ქოლესტერინი გაქვს მომატებული შაქარიც არ არის ნორმაში ღვიძლიც გადიდებულია და სისხლის ცვლილებები შეინიშნება ჩემო ოქრო და მურაბა ხო მაგრამ რას მიჩემექიმო რა ვიცი ბიჭო რა გირჩიო ახლა იქნება მსგებსის კვირამდე გაკაჩო და 60 შვეიცს მოხდები მე გიჟია კაცო ვინ არის ექიმია ნამდვილად ვის ვეკითხებოდი ჭკუას ხალხო ჩვენს კარგად ავართ რა დიეტოლოგია და თვითონ რას გავს რამხელა ესაც და გვაკლებინებს წონას ხო მომისმინე ბიძია მე ბოღბისგან ვარ გასიები თქვენაირებისგან თორე სუგანი კი არ ვარ აბა ზუღური კაი ნუ ვიჩხუბებთ ახლა და მოკლედ გითხარი სამივეს რა ვქნათ და ჩვენ სწავლობთ გვითხარი ავქნათ კარგი მოკლედ თუ გინდა წონაში საგრძნობლად დაიგლოთ უნდა მოიღოთ ცომეული შემწვარი მოხრაკული სალათებიც სასმელს თუ საერთოდ არ დალევთ კარგია და ეგ არის რა ეგრე ხო მოუკვდებით კაცო მე და გადავრევს ეს საბაგირო წონაში ხوار მოიმატე მასე სად არის განაცვალე შედეგი რომ იყო რაღაცა პატარა უნდა დათმოთ განათლებული კაცო ვერაფერი ვერ გავიგე ვერაფერი რა ვქნა განაცვალე სხვანაირად რანაირად გითხრათ რა ხوار გიმღერებთ ბოლო ეგ არ არის ურიგო თან მიჩეულები ვართ ეხლა მოგდებს მაინც ეს სიმღერები აი ახალი წელი არის ნაზეიდა რა ვქნათ ვიმღეროთ ვიმღეროთ მაგინე დასვატირე რა რავი მე ცეკვა მეგონა თუ უხდებოდა ბარაკი ბატონო ვიმღეროთ მოცეკვა რა ვთქოთ მაგინე დასვატირე ადრე შემოვა ექიმო ვიმღეროთ თუ აჰა
დრო გამოვიარეთ რას უფრებზე არ ვიარეთ საცივი ხაჭაპურები ხაშავა მათ შაქაფულები სასრაფოდ დიეტა გვინდა მედიკეები არ გვინდა კვების რეჟიმი დავაწყოთ ღვიძლით ავიდან ავაწყოთ დავიწყოთ დღეს დიეტა დავიწყოთ მუცელმა წინსვლა რომ არ დაიწყოს არც ერთი სასმისი არ დავცალოთ და მხოლოდ ნერწყვები გადავკლაპოთ დავიკლოთ 20 კილო დავიკლოთ დილიდან ხელში გირა ავიღოთ დღეს ჩემი ქვისლის ღვინო გავსინჯოთ ორ შაბათს კი დიეტა დავიწყოთ თავზე ზედმეტი ავიღე ღვიძლი გადრეში ჩავიგდეთ ჩვენ ორი კვირის მთვრალები სუფრას გვიშლიდნენ ქალები აღარ შევჭამოთ ცომიო არც მჭადი და არც ზღომიო წამალი დიეტობა ზოგჯერ შიმშილიც ძმობა დავიწყოთ დღეს დიეტა დავიწყოთ მუცელმა წინსვლა რომ არ დაიწყოს არც ერთი სასმისი არ დავცალოთ და მხოლოდ ნერწყვები გადავკლაპოთ დავიკლოთ 20 კილო დავიკლოთ დილიდან ხელში გირა ავიღოთ დღეს ჩემი ქვისლის ღვინო გავსინჯოთ ორ შაბათს კი დიეტა დავიწყოთ ამოდი მეტი მინე დავიწყოთ დღეს დიეტა დავიწყოთ მუცელმა წინსვლა რომ არ დაიწყოს არც ერთი სასმისი არ დავცალოთ და მხოლოდ ნერწყვები გადავკლაპოთ დავიკლოთ 20 კილო დავიკლოთ დილიდან ხელში გირა ავიღოთ დღეს ჩემი ქვისლის ღვინო გავსინჯოთ ორ შაბათს კი დიეტა დავიწყოთ სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, შეგახსენებთ, რომ ესე იგი ამ შაბათ კვირას უკვე 17 და 18 იანვარს კომედი არხზე მიხო და მაროს ახალი სეზონი იწყება, ახალი სერიები, მოკლედ ძალიან მაგარი, უნდა უყუროთ როგორც ყოველთვის. არ გამოგჩეთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი სეზონი იწყება და დასაწყისი სერიები განსაკუთრებული ამბები, ახალი საინტერესოა და ასე შემდეგ და რაც შეეხება ჩვენს თეატრს პაატაგულიაშვილის კომედიის თეატრს გეტყვით რომ 7 და 8 ყველა ბილეთი გაყიდულია და ემატება აუცილებლად მომავალი კვირის. კი ბატონო და გაგაგებინებთ სოციალური ქსელის საშუალებით. დიდი მადლობა ამისთვისაც რომ ერთგულად ხართ თეატრში ჩვენს გვერდში. დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს შემოყვარდათ და ისღა დაგვრჩენია რომ ძალიან კარგი სტუმარი წარვადგინოთ. მაგიცი რა, ეხლა ვფიქრობდით ამ გადაცემის არსებობის მანძილზე ჩვენთანაც და ის რაღაცა პერიოდით თითქმის ყველა ნაახალ წლებს აუცილებლად ეს სტუმარი ყავს და რაღაც ტრადიციად იქცა მე. იმიტომ რომ ფეხიც კარგი აქვს. კი, თან დიდი ზომა ფეხი აქვს. დიდი ზომა ფეხი აქვს და თან კარგი ფეხი თუ აქვს ადამიანს და დიდი ზომა ორივე ერთად ერთიორად სასიამოვნოა და ყოველთვის სასურველი სტუმარია, იმიტომ რომ ის ჩვენი
კი ბატონო. უფროსი მეგობარია, უმაგრესი, უსაყვარლესი. ჩვენი და საქართველოს მეგობარი, ასე მიყვარს ხოლმე მე მის თქმა. მოკლედ, გთხოვთ შევეგებოთ გეგე სულხანიშვილი. მადლობა ბიჭებს და გეგეს მადლობა. ესე იგი ძალიან მიხარია ნაღდათ მიხარია თქვენ. ამ ძველ ახალ წელს რომ მოხვედი ჩვენთან სიყვარულით და პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ მე და ნიკოლა. შარშანაც ვიყავი? შარშანწი. და რაღა თქვა უნდა გეგეს გვინდა მთელი ჩვენი მეგობრების შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მიულოცოთ შობა ახალი წელი და საუკეთესო წელი დაგდგომოდეს შემო გეგე. გაიხარე. მრავალს დაესწარი 82 შეგენაცვალე. 82 და რა სასიამოვნოა რომ აი როგორ ფორმაშია სულ და მოწოდების სიმაღლეზე. კი ბატონო 82 ახალი წელი. შენი მახსოვრობა რა საიდანაც ცითulis ამ 80 მახსოვს ეხლა 2 ნაღდათ ეხლა. ორზე ნუგი შემო. რამე გამორჩეული ხوار გახსენდება ან ვინმე შენთან ერთად შეხვდი არა ნუ მოყვები მაგას მაგრამ მე ვიცახი ისეთი აი რაღაცა განსაკუთრებული ამ 80 წლის მანძილზე ისეთი ახალი წელი განსაკუთრებული იქნებოდა მაგრამ არ მახსოვსო თქვა ან ძალიან ბევრი არის და აი ასარჩევად რთული. ნუ ყოველ შემთხვევაში არა ძალიან მიყვარს რა. კი. მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ დავფიქრდი ახლა ბოლოს. ადრე კაი მესმის ახლა 18 სახალ 19 გიხარიან. რა გიხარია? მაგრამ მაინც გიხარია. გიხარი არა როცა კარგად აგზნობ თავს. 102 იყოს რა პრობლემა. თუ კარგად ახარ რა. ადამიანი მინდა რომ ყველა კარგად იყოს და თქვენ გენაცვალეთ. ჩემო საქართველო, ჩემო ქართველებო, ჩემო ჯიგრებო. კარგად ამყავდე, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. ნამდვილად. ნამდვილად ეგრე აი სულ მე ხო სადეგზელო დიდი ხანია სვამ ჯანმრთელობის. ძე უკვიდა დგას ეს ვერ არის არის. რაღაცა გული მე რა კარგია. ეხლა ვისთანაც ერთად ამბობდი მარტო შენ დარჩი. ხო ეგრეა. ისე გოგი დოლიძე გაანათლოს ღმერთმა არაჩვეულებრივი ადამიანი რომ თეატრალურ ინსტიტუტში რო შევხვდებოდით ხოლმე კინომცოდნეზე მაქვს საუბარი რა არაჩვეულებრივი და ბატონ გოგი როგორ ბრძანდებით 2 ლიტრს კიდევ სვავ ესე ამით წონი და ამას რა ცოტა შორის მეც მოკვირდები მეც ესე არა უბრალოდ მე მეკითხებიან ხო ბატონო გოგი როგორ ახართ როგორ მიდი საქმეები და ეხლა უყურე როგორ მიყურებს იცი როგორ მიყურებს რო უთხრა რომ ვეღარ ავსვა რაღაცა შეიძლება შემომაგდა საერთოდ წავიდი ამიტომ კარგად 2 ლიტრა ნახევარი ჩვეულებრივ და უხარია და კარგია ხო იცი წინაკაცი უკანაკაცის ხიდია რა ეხლა ფიქრობს ეხლა 60-ისა ვარ და სვამ რაღაცა და ეს 80 და სვამ ესე იგი მაგ შანსი კიდე რა ადამიანს არ უნდა აუკარგო და აი მაგითი რატო განისაზღვრება შენი აზრით აი ღვინო ეს რატოა კითხვა აი არასოდეს არ დაფიქრებულო რომ მეკითხენ ქართველი კაცისთვის არის ალბათ შეიძლება ნუ მაინც ეხლა რატო იცი თვითონ ადამიანი ქართველი კაცის ბუნება ეხლა აი კაი აი აღარ ავსვამ აღარც ხო ხალებში დავდივარ სიტყვაზე რაღაც აი რაღაცნაირად უკენ შენი ცხოვრება გეგონება დამთავრდაო კი ბატონო კარგია შვილები კარგია მაგრამ კი გასაგებია მაგრამ ის შენი რაღაცა პირადული როცა აღარ არის ყურები იწევს ჩამოყრას ყურები და ყველაფერი აი ბიჭებო რას გეუნებით ნიკოლოზ უნდა ცოტა უნდა მიცე და დალიო აბა ვიცე ნიკოლოზ და ბიჭებს არა აუცილებლად რატო იცი მე შენ თვითონ იტრგუნები რა აი რა აზრი აქვს ახლა ჩემს ავზივარ სახში და
ტელევიზორი რაღაც აი გახვიდე მიხვიდე მოეფერო ჩაიხუტო იმღერო ანეკდოტი უთხრა ეს არის სიცოცხლე თორე დანარჩენი 88-ის დედაც ვატირე საერთოდ აი ეს მიხარია რა ამას ვაკეთებ აი რარი თორე კარგი ახალი წლები იყო შეუბერე კი კარგად რაღაც მომენტები მახსოვს მომენტები არ მახსოვს მაგრამ კარგია კარგი ზედაცვალი ხო მეხსიერება ჯეჯერობით თო მადლობა უფალს კი კაცო მეხსიერება შენი ვრად ხარ საჭეს ფლობ და საჭმე ხო საჭე კი კაცო ხედველობა სმენა ეხლა რასაც ჩვენ ვერ ავხედავთ არ გვინდა მაგაზეს არა ყნოს არ სადრე მქონდა რაღაცები არ მქონია და მაცა ყნოსო არა გქონდა აი როგორ აი ზოგი რო იგებს ხოლმე მე ვერ ვიგებ ყნოსოს ანუ სადღაც მაინც არ გამაგიჟებ წვადის გემოს ვერ სულს ვერ გიგო სულს და ვეღარ ვიგებ და რატო აღარ არის წვადი და იმიტომ მე მეგონა ჩემი ბრალი იყო გაიგეთ ეხი მამითხრა შენ არ ფეშუა შენ შენი ყველა პრემიქსის ბრალი იყო მომეშვა გულზე აი ნაღდირკოზე გაზრდილი როა იმას გზნობს ბატონო გეგო ბატონო აი მართლა ძალიან მიყვარხარ იცი რა მინდა ეხლა ალთასა და ბალთასა ხარ ხო იცი ხა ჩვენ რაც გვაინტერესებს რამე ახალი რამე ხوارი გადაგხდა ახალი ანეკდოტი ახალი ისტორია რაღაცა ისეთი ან სხვისი რა გაიგე მაგრამ შენ სხვისი რა გიჭირდება მაგრამ შეიძლება შეესწარი ისე ეხლა რა ხდებოდა ეხლა რომ მოდიოდი ამ გადაცემაში ფიქრობდი რა ეხლა რაც თემას ვილაპარაკეთ ეს იმის გაგრძელება აი რამდენი წლისა ვარ რა ეხლა ფაქტიურად ჩემი ხმოვანი ადამიანი უნდა ყვებოდეს საკულა და მაკულაზე ხო გრიკულა და რაღაცები რაზეც გავიზარდე მაგრამ ისე იგი ეგეც სიამოვნებს რომ არ ჩამოვჩები დროს და თანამედროვე ანეკდოტა დროს ჩამორჩები კი არა მე გეუბნები რომ საბადო ხარ ამისი და ო რეპერტუარი სულ ახალი და ახალია გამომბავში ხო სხვადასხვა ამბებს მეუნებიან ამბები მოყევიო ხო რა არის რაც მოყოლილი მაქვს ახარ მინდა ხოლმე მოყვე ხო რა და ანეკდოტი კიდე სულ ვცდილობ რომ ორი დღე რო ანეკდოტი ჩემში არის ორი დღის შემდეგ შეიძლება შენ მოგიყევი და ამას არ მაგრამ გონია რომ ყველა იმას ვივიწყებს რომ წავიდა უკვე ახალი უნდა წამოვიდეს ეხლა როგორ მოდის ანეკდოტი სულ მეგონა საიდან იგონებ აი როგორ არის სიტუაციაში ხედავ ანეკდოტს აი ხედავ ხო ცოტა ის უნდა რაღაცა გასალაშინება და გასალაშინება უნდა მაგას უცბად ვაკეთებ და ანუ ზოგან რაღაც დავინახავ ერთმანეთში ლაპარაკობენ და ისეთი რამე თქვენს არც იმას გაუცნი არც იმას მაგრამ ამ დროს გადასარევი რაღაცა ანუ აი დაჭერა უნდა რა ხო ნუ სპანაირად გაქვს მომართული ახლა შენი გონა ახლა ბოლოს რამდენიმე ახლა თანამედროვე ხო დაიცა წამოიღე რო მაინც რო ხო რა მაინც რა იცი რა ხდება რომ თან ავარჩებ რა რომ რომელი ხოლმე ესე მე მგონია რომ ესენი ახლებია ნახე როგორ ჩავიწერე რაღაცა აი ნახე ნუდისტების შიშველები არიან ხო ნუდისტები ლიაზე მიხარ ნუ აბსოლუტურად შიშველია საიდანაც გამოვიდა სპილო მივიდა ახლო მიხას უყურა მიხას და უში ჩაჩუშრო გაფიცე კაცობას გაფიცები აი მაგით საჭმეს როგორ აჭამ ვერ მიხდა სპილო ვერ ვიხო ბოგე ებადარავა ხორთუმი ხო ეგ თემა კიდე მე თანამედროვე ნუდისტების პლიაზე ქალი და ვაჟი შიშველები აბსოლუტურად და ბიჭი ეუბნება გოგოს რომ მომწონ ხართ გოგო ხედავ თანამედროვეა რა ვქნა ყველათლივ ჩას ეხლა მაგალითად შეიძლება კიდე
მიხა მოდის აიღო აიმე წივის ყივას კბილია რაღაცა და რა იყო მიხა რა იყო 2 კბილი ამოიღეო და მეზობელი მაგ იმარაო შენ ერთი გაწუხებდაო ბიჭო ერთი კი მაწუხებდა მაგრამ ამ შობეძაზე ეხი მსხურდა არა ქონდაო და ეს კარგია კიდევ კაია ეგეც კარგი აი რა მე თან ძალიან მაგრად ყვება თავისებური ხო რა თქმა უნდა მარო იძახის აი ძალიან უიღბლოა რომ აი თავის დაკალებში რა აი ძალიან უიღბლოა ხო არის იქ მე რა იყო რა ბიჭო აი გუშინო კონდა ჩემქმრას დაბადების დღე და ვიფიქრე საჩუქრად რა მიუტანო ხოდი გამახსენდაო რომ ბოლო ხანებიო სულ და მეძახისო და მოდიო რა ზურგი გამიხეხე რა ზურგი მომფხარეო ზურგიო და სიამონებსო რა ჩემქმრას და ავიღეო და წავენიო მოიფიქრეო წავენიო და ბაზარშიო ლიროს ბაზარში წავიდეო და ზურგი სახეხი უყიდეო საფხანი უყიდეო მერეო ცოლი მერეო ჩემი ბედის და აი ეს შემხედა რა შეფეხებად მითხარ გააჯვია კიდე აღარ ეს ამაგუშენ ახლა აღარ ვიდი კიდე მიყავთ სასწრაფოთი და თვალი გაახილე რა მანქანაშია და სად მიყევართო და ეკიმა მორგშიო იმარაო ჯერ არ მომკვდარვარო და არ ჩვენ მივსულვართ ჯერ არ ჩვენ მივსულვართ ესეც კარგია რა ტელეფონით რო გაიცნო მიხამ ქალი მოკლედ ერთი თვია ერთმანეთს აბავე გენაცო შენ ვაიმე როდის აგნახავ რაღაცა და ბოლოს მიხამ უთხრა რომ შევხვდეთო ეხლა ბოლო აი მეორე თვია ერთმანეთს ყოველ დღე შევხვდეთო ამადა ამ საათზე ეს და როგორ გიცნო მიხა ეკითხება ქარს რო ქალმა ცოტა ხანი პაუზა გააკეთა და აი რო დამინახაო იტყვიო ეს არ იყოს ეს დედა აი საბალმე აი საბალ ზუსტად შენა ის რო იყო ხო ის თელავში რო დადიოდა გეგე აბადარა ვიჭები ვიყავის და იცი შენ ეს ისტორია არ ვიცი ხა მე ნიკოსაც კი მოუყევი და ნუ ახლა მიწევდა რა დასამალი რა მაგრათი მიწევდა და რევა და ცოტა ამბები რაღაცა გადამხდებოდა ხოლმე არცთვის სასიამოვნო და ცხონებული მამა ჩემი ვინება რა ქენიო შენო ეხლა რო გაკვირდებიო მე რა უნდა ქნაო რა ეს რო გამოვასწროთ ეს თემაო რა მე ცოტა ისე ვარ ეხლა სიამოვნებს ხო იცი მამასთან პირისპირ ყველაზე შეუხედავი მდედრი ამوارჩიო დალევის წინო და ყოველი დალევის მერეო ჭიქის მერე შეხედე ხოლმეო აი როგორც კი მოგეწონება ეგრევე აპრობირებული ის არის სხვადასხვა ჭრის ხო ისი ნაღდათ ესია პრინციპში ესია კიდე რას ვაკვირდები იცი თითფრინავში ხო და სამანტყოფოში ხო თითფრინავში სტუარდესები და სამანტყოფოში ექთნები ხო ყველა ლამაზები არიან ხო რატო იცი იქაც რაღაც პრობლემა გაქვს ცაერში რო ხარ რაღაცა და გეშინო მაინც შიში გაგდა რაღაც რო დაინახო იტყვი რა ლამაზი ანგელოზია და სამანტყოფოშია ზეგრო შენ სულ ყველა ლამაზი ქუჩაში რო შეხვდე საერთოდ არ მიაქცე პრობლემა იქ სულ ყველა ლამაზი შენ თითფრინავის ჩემი არ იყოს გეშინია ხო ბიჭო არ მეშინოდა ალბათ მოსამოშოდი სულ დაფრინავდი მაგრამ რაღაცა ერთხელ მოხდა იმის შემდეგ ვაიმე არა შენც მე მე ვერ დაფრინავდი აი ბოლოს ვერ დაფრინავდი აი ესე ჩავალვედი წინა სავარძეს და ხელებს ისე უჭერდი მთელი 2 საათი რა რამდენიმე აი ესე რომ აი მოკლედ ხელს არ უშვებდი აი რატო რა ის საბარძელი მიშველი და ანუ ხო და ერთხელაც ესე მიჭირავს ესე და აი ესე ჩვენ თვითავარ რომ ვერავინ ვერ მამჩნევს და იქით ერთმანეთს იზრხია დედაო ბიჭო ამ ხერა თითფრინავი ამდენი ხალხიო
ნეტა რას უჭირავს, რაზალას მე მიჭირავს შენი. სისხლები გამიწაიქიდან. არა ის ისტორია. აი და მოხდა და შენ არ გიწერიათ ისტორია. ეგეც ხო არია, არ გიწერია, რა ვარია რა. აი ნუ გეშენია რაც არ გიწერიო. 300 კაცია იქ. იქნება იმას უწერია ხა მე არა ძალიან ისეთი ისე რა შენ რაც გიწერი არ მიწერია არა მაგრამ იმას უწერია და რა ვქნა. არა მეშვე უნები ხოლმე ნიკოლოს ხო ახლა წარმოიდგინე რა ჩემთვის ახლა. ჩემი გონება ვერ გახსნა ეს შიშის ტრუბა რა. რატო ავიჩემე არ ვიცი რა მეც აი ძალიან რთულად ესე იგი ჩვენ გქონია მაგალითად შევთხოვა მიუფრინავთ ხო დილას გამთენეს უნდა გავფრინდეთ. გამოგიარო მე ვერ წამოვალ. სად ვერ წამოვალ მიდის თვითფრინავ კაცო მიფრინავ. არა აი ვუთხარი მე არ წავალ მაშინ მარტო ხوار წავალ კაცო ახლა ერთად უნდა წასულა. კარგი შევაგონებ ამ ჩემოდა სახში. წამოვწექი შუა დღეზე ვირეკავს ცოტა დაწყნარდა. ხوار წავიდე. ეს ისტორია. ალბუს თამაშობდი. ნუ თქვენ არ ახართ ამ ქვეყანას მოუნერე. 64-65 წელია. დის არის ნიკა არის. ხო? ხო და ვართ ვოლგოგრადში და ტარდება საბჭოთა კავშირის დინამოს პირველობა. თელის ეხლა დინამო იყო ყველა რესპუბლიკაში დინამო და სტალინგრადში, დღეს სტალინგრადი დაარქვეს. ვარდა ზათავართ რომ ჩემპიონები გავხდეთ. ყავს ანზორ ლეჟავა, რომლის იმედზეც ვართ. 2 და 8 სანტიმეტრი სიმაღლე. მაშინ იშვიათობა იყო ეს იმა. ეხლა რომ 2 და 28 და 30 და 38. მაშინ 2 და 8 იყო ძალიან. ხო და ამის იმედზე ვართ რომ ანზორი ჩვენი არის ხსნელი უნდა გავხდეთ ჩემპიონები. და რაღაცებს შეფრიდნენ რა, რომ თუ გაიმარჯვებთო და დაგვირიგეს გაფრენის წინ შეგვიყერეს ატლასის ტრუსიკები. ეს იყო აი რაღაც მოვლენა რა. ნუ აი ყველაზე რო უნდა ჩაიც. აუ ყვირის ლურჯი ტრუსიკები და თან ზომები აგვიღეს და ატელიეში გვიკერავენ. ნუ ყველა სიტყვის ნორმალი რაღაცა და ანზოროს დიდი ტრუსიკი აქვს რა, ძალიან დიდი ტრუსიკი აქვს. 3-4 ქალი მუშაობდა იმ ტრუსიკზე. შეგვიგერე ჩავერი ჩავფრინდით. მაისური 2 გვაქვს სხვადასხვა თემი, მაგრამ ტრუსიკი ერთი გვაქვს. ნუ ის ატლასის გამორჩეულად რა. რო დაგვინახავე მოედანზე უკვე ჩემპიონები ვართ ისეთი. ტინა დღეს ვივარჯიშეთ. და ზაფხული იყო და ანზორის ტანი ქონდა ისეთი ნუ დიდი ტანი ის ქონდა და აი ცოტა მალე იღლებოდა ოფლიანი იყო და ეს ტრუსი ვარჯიშის შემდეგ ნუ აბსოლუტურად სველი აქვს რა. წაველი სასტუმროში და ყველამ რაღაცა რომ ეს ნუ გააშროს ეხლა ისე წინდებია თუ მაიკა თუ რაღაცები და აზორის დაუდია მერვე სართულზე სასტუმროში ფანჯრის რაფაზე საცამზე ურტყავდა რომ მალე გაშრეს. მეტყობა ნიავმა დაუბერა რა გადავარდა. მაინც აზორასი. ჩვენი ტრუსიკი იმაზე არ მიდის ვარიანტი არა. თორე სულ გამატიტულებდი ჩემი რო წასული იყო რა არ მიდის. ბიჭო გათენდა მივდივარ თამაშზე უნდა შევხვდეთ მოსკოვის დინამოს. მოსკოვის თუ მოუგე დანარჩენი დინამოები უკვე მეორე ხარისხო. მივდივარ ტრუსიკი არ არის. ტრუსიკი ეს არის ტრაგედია. როგორ აღიხსნა? რა წლებია წარმოიდგინე ტრაგედია. ნუ 65. ზავგირა იშო ატლასი. არა გამორიცხ ჯერ ხო უნდა შეკერონ. ჯერ ამას უნდა წავიდეს აუგონ ზომები. მე ნუ გამორიცხული. საგონებელშია მთელი კოლექტივი. გუნდი. და ვისადილეთ თუ ვისაუზმეთ დაბლა რესტორანში და ავდივარ ყდრები ვართ რა. ნუ ასე იგი ტრუსიკი არ არის. ტრუსიკი არ არის და ანზორას არ არის რა. ანზორა ყველაფერი անցყობილი იყო გუნდი იმას როგორც არ უნდა რომ იმის უნდა მიიღეცა და იმას ვერავინ ვერ უფარავდა და ასე პირდაპირ აგდებდა. მოკლედ ტრაგედია ახლა შავები არ გვაქვს თორე დაანჩეი დავდივართ ახლა და 3 საათზე გვაქვს თამაში და ცოტა გვიან წამოვედეს რესტორნიდან და მაშინ ცოტა
ესეთი ყურუმსაღი ვიყავი რა და კიბებით რო ავდივარ. რატომ თვალი გამიქცა აქედან კიბებიდან რო ავდივარ. მეექვსე სართულზე ვნავიდა. და აქედან ქვედან შევხედე და ყველა სართული რო იწყებოდა ის და მაგიდა იყო და ის და იმ სართულის მორიგე ქალბატონი ასე. და ისი მოკლე კაბები რაღაც და ახალგაზრდა ვარ 21 წლისა ვარ და ერთი სულ ყველა სართულზე უყურებს ქალებს იქ. მეხუთე სართულზე მოვახცე და შევხედე ეხლა ამ ქალს რაღაცა და კაბაკი აქ ეს აწეული და ჩანს ლურჯით აი ლურჯით უსი ატლასის ვარებს არუჯერებ ყავს ვიჭო ესეთი ამი თან პიჟამო მეცვა ის ტრუსიკი მეცვა ჩავიწევ ფერს დავხედო ის არის რა გინდა გაკი არა და ეს ფაშფაშა ქალი ეხლა მიწახი მომეჩვენოს მომკლავენ რა უთრა რომ აბა გახადეთ იმას უსწრებთ მომკლავენ მიწახი რა ხვა არა და მინდა რომ გუნდმა მაიგოს რაღაცაში დიტაში არა ვარ მაგრამ ამით მაინც მივეხმარო გუნდს ტრუსიკით მაინც მივეხმარო გუნდს მივერი და უთხარი რომ ესე საიდან გაგდეთ ტრუსიკი არა კაცო არა ამასთან მივერი ჩემს ფრენდალი ავალიშვილი გეორგი ივანიძე ავალიშვილი უპატიოსნი უსპეტაკისი კაცი და მე უთხარი ბატონო გიორგი მეკი აი ესეთი რამე დავინახე და რა ვიცი რა გითხრათ ახლა აი რა რომე სართულზე იქ ნუ ბოლო შანსია რა ეგრევე მოიღავ კოლექტივი რაღაცა და გიორგი ივანიში და კიდე წარმომადგენელი ექიმები ვიღაცები წავიდნენ სასტუმრო დირექტორთან უთხრეს ესეთი ამბავია და უნდა ქალბატონი უნდა იმას ხნათ რა იქნებ გაგვაგდებიოთ ავარიებია ბიჭო ესე იგი მე მკვდარი ვარ რომ დაუშვათ მივამგზავს ეხლა წარმოიდგინე გუნდი დანაც გამაგდებენ სასტუმრო დანაც გამაგდებენ ნუ მოკლედ ედაბაკი ნატო აი ჩემი სასტუმროა ჩემი ბედი ტრუსიკი ის არის თუ არა ხოდა მიიყვანეს ეს კალი დირექტორმა გაიძახა და ანა ესა პეტროვნა რაღაცა აგაჟიჭო და რა იქნა დაჩვენა და გაიხა მაჩვენე თქვენი ტრუსიკი და საიდანო უთხრეს და ამ კალმა უხსნა სწორედ კარს გადაუგდიაო და ვიღაცა გამრელმა ვნახაო იდო გულჯაში ვეგდო და მაშინ წესიერი ხალხი ვარ თუმცა ეხლაც რო იყო ეხლა რადგან აემბერა ვერ ჩაიცვე აი და მოიტან და უთქვია თუ აი რა საიდანაც გადმოვარდაო ამ კალმა დაინახა ბიჭო არც უნახი ატლასი რამე ჩაიცვა კარგად აქ იდოში გადავარჩი უკან ჯიბით პირველად ილავიღეთ მოსკოვს მოუგეთ გეგე უკან ჯიბე ქონდა და ყველა ფერმა კარგად ჩაირე მოვიგეთ ჰელი ესე იგი მთელი მადრო გუნს არც აზურას უხდიდნენ მადროაც არც რო ჩამოველი თბილისში სიხარულიძე იყო სპორტის იტაპი დამაჯილდოვეს რაღაც სიგელი მომწის რატომ მომწის ესე იგი მახვილი თვალი რა აი ესეთი ძლიერი ალმუნტერი ვიყავით თავის დროს მაგარი გეგო ბატონო ძალიან დიდი მადლობა რა ეგენაცვალ შენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ ზღვა ამბები გაქვს და რაღაც მინდა გთხოვო სანამ რაღაცა გული მიგზნობს კი მე კი გითხარი რომ მიკროფონი დაგხვდება მეთქი და მადაი და შენი ერთი კარგი სიმღერა შენი სიმღერა რომელიც არის საკუთრივ ხო არ გიმღერია ბიჭებთან ერთად არასდროს არა აი დუდუკზე და ასე შემდეგ ეხლა შენ მაგით შემასწინე ეხლა ძალიან მიყვარან ერთი მიყვარან და მეორეც ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ კი რამე გამოვა ხოდა აუცილებლად მოდი გამოვა ვცადოთ აგიო რა სიტყვი მიდი გეგე ვარ გამოვა წაშალეთ რა ხო კი ბატონო მახვილი თვალი ავედი ესე იგი მიბძანდით მახვილი აუდიტორები
სუმთლიანად ცხოვრება ჩემი სანამ მე მიდათვიცოცხარე ჩემი იქანები არა ვარ მოდი დამთვალივით დავიარები სულში რამდენი ჭრილობა ნაიარევი ჩემ სიცოცხლეში იანვრის თოვეში არასოდეს არა გავაყირულობა გზნობის მორევში ვცურავდიდა არა ჩავაზირულობა ჩემ სიცოცხლეში იანვრის თოვეში არასოდეს არა გავაყირულობა გზნობის მორევში ვცურავდიდა არა ჩავაზირულობა დამთვალივით დავიარები სულში რამდენი ჭრილობა ნაიარები სულში რამდენი ჭრილობა ნაიარები არ მოყარებია მიამ ქვეყნად ქალი არსებეთი ერთადერთი ხარ სალოცავი ხატი და ღმერთი შენო დამტოვო ალბათ ლოთად გადავიქცევი ღვინოს დავლებ და მოგიგონე არაცავი გაცევი ჩემ სიცოცხლეში იანვრის თოვეში არასოდეს არ გავაყირულობა გზნობის მორევში ვცურავდიდა არ შავაზირულობა ჩემ სიცოცხლეში იანვრის თოვეში არასოდეს არ გავაყირულობა გზნობის მორევში ვცურავდიდა არ შავაზირულობა დამთვალივით დავიარები სულში რამდენი ჭრილობა ნაიარები სულში რამდენი ჭრილობა ნაიარები